მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. Დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ გიბრუნდებით ეთერში. მომავალ თაობას რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ბევრი გამოწვევების წინაშე ვართ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი მიგვაჩნია ვიზრუნოთ განვითარებას. განვითარების საუკეთესო საშუალება კი ინფორმირებაა. ჩვენი ტელევიზიის საშუალებით ვცდილობთ მაქსიმალურად წვრილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში. რუბრიკას ვიწყებთ სიახლეების გაცნობით, რომელიც განვლილ პერიოდში დაგვიგროვდა. დავიწყოთ. 2024 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია. ფესტივალის მთავარი პრიზი ატარებს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველის ფიზიკოსის ირაკლი ქიმერიძის სახელს. წელს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ჩახნაშვილი. ყველაზე ორიგინალური ნაშრომის პრიზის სპონსორია საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია. წელს ამ პრიზის ლაურეატი გახდა ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლე ალექსანდრე გვარამია. 2025 წლის 13-დან 17 იანვრის ჩათვლით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის ყოველწლიური 21 საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. ამ ოლიმპიადაში 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი სკოლის გუნდი წარმოდგენილი იყო შემდეგი მოსწავლეების შემადგენლობით: დემეტრე კოხრაიძე, რატი რატიანი, რუსუდან კოპატაძე, ილია დოკაძე, ცოტნე ჭავჭავაძე და ნიკა კოხრაიძე, რომელმაც იასპარეზეს ამ ოლიმპიადის სხვადასხვა დარგში. გუნდს ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებელი და წრის ხელმძღვანელი ლელა მამულაშვილი და ფიზიკის წრის ხელმძღვანელი მარიამ ლომინაშვილი. მე-12 კლასის მოსწავლემ დემეტრე კოხრაიძე მათემატიკაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადაზე ასევე ჩატარდა ინფექციის მე-7 კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 200-მდე მასწავლებელი და ტრენერი. მათ შორის ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლელა მამულაშვილი, რომელმაც უკვე მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი. 2025 წლის 23 იანვარს სკოლაში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ზვიად სულაპერიძემ. ბატონმა ზვიადმა მოსწავლეებს გააცნო მაქსის საბაკალავრო პროგრამები. ისაუბრა პროგრამის ალგებრულ განხრებზე, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიისა და შენობის სისტემის ინჟინერიის მიმართულებების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ესაც შეეხებოდა სიახლეებს. ახლა კი გადავიდეთ კიდევ ერთი საინტერესო რუბრიკაზე. ხუთი კითხვა მასწავლებელთან, რომელსაც ტრადიციულად ჩვენი ჟურნალისტი მარია მეგრელი წაიყვანს. მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ხუთი კითხვა მასწავლებელთან, ხოლო მე მისი წამყვანი მარიამი ვარ. ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ნინო, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, გამარჯობათ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, ვეყვა TV-ს გუნდს წარმატებას ვსურვებ. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ჩვენ თქვენთან პირველი კითხვა იქნება, თუ რა არის მასწავლებლობა და რა პასუხისმგებლობები დასდევს ამ პროფესიას. მასწავლებლობა ჩემთვის პირველ რიგში არის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა, სწორად აღნიშნე და ბედნიერი ვარ მხვდა წილად გაუზიარო ჩემი ცოდნა გამოცდილება მომავალ თაობას. რომ გაუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება პირველ რიგში უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე და მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. სხვანაირად ამ ახალ თაობას ვერ დავაინტერესებ. მე გავიხსენებ ერთ ნაწარმოებს, საკმაოდ ცნობილი მწერლის რიჩარდ ბახის მიერ დაწერილია ჯონათან ლივინგსტონი, თოლია არის, აქ სიმბოლურად მასწავლებელი იგულისხმება, რომელიც პიროვნულ განვითარებაზე ფიქრობს და საკუთარი თავის შეცნობით შემდეგ ეხმარება მომავალ თაობას. ამიტომ აქედან გამომდინარე მასწავლებელი გამოდის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელიც მომავალ თაობას ასწავლის ფრენას და აი ეს პატივი მხვდა წილად და ამიტომ თავისუფლად გრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ვერანაირად ვერ გავექცევი და მუდმივ ინტერესს იწვევს ეს პროფესია, თუმცა შიში მაინც ახლავს თავისებური და უნდა ვეცადო ეს შიში დავდრგუნო და საინტერესო გავხდე მომავალი თაობისთვის. კიდევ ერთ დავამატებ, რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს, ამ საკუთარი თავის შეცნობის პროცესში მოსწავლეებსაც ასწავლი, რომ შეიცნონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ეს მე, ფრენის ახალ ტექნიკას დაეუფლონ, როგორც თოლია ჯონათან ლივინგსტონის ნაწარმოებში არის ნაჩვენები და შემდეგ სიყვარულის უნარი. თუ არ აქვს სიყვარულის უნარი ადამიანს, ის ვერ განვითარდება. ამიტომ ტექნიკა შეიძლება ასწავლოს მასწავლებელმა, მაგრამ სიყვარულის უნარი თუ არ ასწავლა, მაშინ აზრი ეკარგება ბევრ რამეს.
მადლობა საინტერესო პასუხისთვის. ჩვენი თქვენდა შემდეგი კითხვა იქნება, თუ არის რომელიმე ისეთი ნაწარმოები, რომელსაც ბავშვებში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. ცით რა არის, საერთოდ ბევრი ნაწარმოები უყვართ ბავშვებს, პრობლემატური კი არის, ძალიან საინტერესოა მე-10 კლასის მასალა თავიდან ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საინტერესო არის, მაინც ყველაზე რთულად ითვლება და ამასთან დაკავშირებით პოლემიკაც არსებობს, რომ ძველი ქართული უნდა ისწავლებოდეს თუ არა მე-10 კლასში, გადავიტანოთ მე-12 კლასში, მაგრამ მაინც ამ ქრონოლოგიურ პრინციპებს იზიარებენ თვითონ მასწავლებლებიც და განათლების სამინისტროს და მე-10 კლასში ვასწავლით ძველ ქართულ ლიტერატურას მიუხედავად იმისა, რომ რთულია ეს ნაწარმოებები მაინც ძალიან მოსწონთ. და გამოვყოფდი ამ ჰაგიოგრაფიას, რომელიც მნიშვნელოვანი არის ქართული ლიტერატურისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მე-5 საუკუნეშია დაწერილი ეს ნაწარმოები, ტექსტი მაინც გვაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას და აღარ მოვყვები, ეხლა ვეფხისტყაოსანი ისედაც ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები არის და იმდენი რამ გააკეთა შოთა მე-12 საუკუნეში, რომ ის ძალა დღესაც ხო მოყვება და გვაძლიერებს ქართულის მასწავლებლებს და საერთოდ საქართველოს. მას ამ კითხვიდან გამომდინარე, მოსწავლეებს რომელი ლიტერატურა უფრო ოდვილდებათ, თანამედროვე თუ თანამედროვე ლიტერატურას ადვილად კითხულობენ და მასწავლებლის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეცნობიან და მთავარ სათქმელსაც იგებენ. აი თანამედროვე ლიტერატურიდან მე-9 კლასში არის შესული ნუგზარ შატაიძის მოგზაურობა აფრიკაში. და როდესაც ვეკითხებით წლის ბოლოს, რომელი ნაწარმოები მოგეწყნათ, ხო, ბევრი ნაწარმოები იკითხება, გამოყოფენ, იცით, ამ თანამედროვე მწერლის ამ ნაწარმოებს აღნიშნავენ და ძალიან უყვართ ჭილაძის ადამიანი გაზეთის სვეტში თანამედროვე ლიტერატურად ითვლება. და იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მწერლები ძალიან მოსწონთ ბავშვებს, აი ძველ ქართულზეც უარს არ ამბობენ და ინტერესით კითხულობენ და საინტერესო გაკვეთილები გამოდის. ამის გამოცდილებაც გვაქვს და ყოველთვის ისეთი საკითხები არის, კლასიკური საკითხები, რომ დღესაც აქტუალობას არ კარგავს ის ღირებულებები, რაც მე-5 საუკუნეში იყო ნაჩვენები, იაკობ ხუცესმა გვიჩვენა, დღესაც აქტუალურია, თუნდაც პრინციპულობიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ღირსება უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა. ქალზეც კი ლაპარაკობს, შეიძლება იაკობ ხუცეს ამდენი არ უფიქრია და ეს მთავარი თემა არ იყო, რომ უფლებებზე ელაპარაკა, მაგრამ გაკვეთილზე შესაძლებელია, რომ ამ საკითხებზეც ვისაუბროთ. შემდეგი კითხვა იქნება, თუ შეგიძლიათ რომ გამოვარჩიოთ რომელიმე ნაწარმოები, რომლებიც ამჟამად არ შედიან სასწავლო პროგრამაში, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა შედიოდეს. შედიოდეს. გრიგოლ რობაქიძის ჩაკულსულს გამოვარჩევდი. პოპულარული არის საზოგადოებაში, კითხულობენ ორველის ნაწარმოებებს და აქაც ზუსტად იგივე პრობლემა არის საბჭოთა კავშირის შემდეგ, როგორ შეიცვალა ადამიანის ცნობიერება. თვითონ სათაური მიგანიშნებს, რომ ჩაკლა თითქოს საბჭოთა კავშირმა ადამიანის სული და განვითარება მასად იქცა ხალხი და ინდივიდი აღარ არსებობს და აქ ერთი მწერალია მთავარი მოქმედი პირი თამაზი და თამაზი იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება კომუნისტებს, მაგრამ ისიც კომუნისტი არის. თავის სათქმელს არ ამბობს ეს ადამიანი და გიჩვენებს ავტორი, რომ აი საბჭოთა ეპოქაში შეიძლება სხვას ფიქრობს ადამიანი და ამას რეალურად არ აღიარებს. და შემდეგ იქ ახალთაობაზეც არის საუბარი, როგორ ზრდიან ამ ახალთაობას და ღვთის სიყვარულს კლავენ და მე ერთი თავი ეთმობა სტალინის ჰოროსკოპი და აქაც არის ზუსტად ნაჩვენები ის, რომ მხოლოდ გონება და ჭკვიანი მხოლოდ განათლებული ადამიანი სიკეთეს ვერ მოუტანს საზოგადოებას თუ არ აქვს სიყვარულის უნარი. შემდეგი კითხვა, რადგან ამ თემაში ვტრიალებთ, თქვენ თუ გამორჩევდით რომელიმე თანამედროვე მწერალს? ხო, აკა მორჩილაძეს გამოვარჩევდი. განათლებული არის, ჩემთვის კარგი მთხრობელი არის და გადმოცემის უნიკალური ნიჭი აქვს, თვითონ არ აღიარებს, ამბობს, რომ მეწერა უფრო მირჩევნია, ვიდრე გადმოცემა. სიამოვნებით უსმენ და კიდე უნდა აღვნიშნო, რომ წელსაც წარადგინეს ნობელის პრემიაზე ველოდები გამარჯვებას და გაგვახარებს იმედი მაქვს აკა მორჩილაძე მომავალში და
ვურჩევ ახალ თაობას, რომ წაიკითხოს, მისი ნაწარმოებები ადვილად იკითხება, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წასაკითხია, ჩადებული არის დიდი აზრი და მთავარი სათქმელიც საინტერესო და აქვს გადმოცემული. ბოლო კითხვაში მინდა რომ თქვენ თავისუფლად დაანახოთ თქვენ მოსწავლეებს და გვესაუბროთ თქვენს ჰობებზე, რა გიტაცებთ და რითი კავდებით თავისუფალ დროს. მე ძალიან მიყვარს ხატვა, სულ ხატავ, ხელი გამირბის და როდესაც მაქვს თავისუფალი დრო, ხატავ, მაქვს ვაგროვებ ამ ჩემს ნამუშევრებს, შეიძლება შედევრები არ არის და არც მაქვს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რადგანაც მასწავლებელი ვარ, ჩემი თავისგან მოვითხოვ, რომ ეს ნახატებიც იყოს სრულყოფილი და ამიტომ ამ მიმართულებითაც ვმუშაობ საკუთარ თავზე. ძალიან საინტერესოა მადლობა თქვენი ჰობის გაზიარებისთვის. ამით ჩვენი გაიცემა დასასრულს მივახო და მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის და მადლობა თქვენ მომწონებისთვის. მადლობა. ფიზიკა თუ მათემატიკა და რატო? მათემატიკა, იმიტომ რომ უფრო კარგად გამომდის და თან ლოგიკა უფრო მარტივია რა, ჩემთვის. რეალურად თავიდან ამ სკოლაში ჩაბარებისთვის მათემატიკის სიყვარული იყო, მაგრამ მე აქ რო გადმოვედი და ფიზიკის სწავლა დავიწყე, მივხვდი რომ ფიზიკა ბევრად საინტერესოა. მათემატიკა, იმიტომ რომ უფრო ადვილად მესვს. ფიზიკა, რადგან უფრო ადვილია მათემატიკაზე და ეხლა მათემატიკაც უფრო გართულდა თან და ფიზიკა უფრო გაადვილდა. მეც იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ გეომეტრია და ალგებრა ძალიან მიჭირს. არ არის ჩემთვის მათემატიკა. ალბათ უფრო მათემატიკა, იმიტომ რომ ძალიან თვითქოს უფრო გამიმარტივდა, თან მარტივად უფრო კარგად რომ მეცადინეობ, უფრო მარტივად ვაკეთებ ყველაფერს და მწერებშიც მაქსიმალურ შედეგებს და ვიდრე ფიზიკაში. ფიზიკა იმიტომ რომ საინტერესო საგანია. მიჩვენია მათემატიკა, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო მსიამოვნებს მაგალითების ამოხსნა, ვიდრე რაიმე რეალობასთან დაკავშირებული ამოცანების გაკეთება. ფიზიკა მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა, ვინაიდან რადგანაც აი რო იცი ეს წესები და რაღაცები, აი რო დადიხარ და რო იცი რო ხახუნია და ასე შემდეგ, უბრალოდ უფრო მაგარი ხდება ცხოვრება და ფიზიკა ამიტომ. ალბათ უფრო მათემატიკა. და რატო? მათემატიკაში ყველაფერი ლოგიკურად არის დაკავშირებული. ფიზიკაზე ზოგჯერ დამატებით შენით მოგიწევს რაღაცების მოფიქრება. ეგრეც უფრო მიმარტივება და საინტერესო არის უფრო. ფიზიკა მირჩევნია, იმიტომ რომ მარტივია. ერთი ფორმული შეიძლება ძალიან ბევრი ამოხსნა განსხვავებული პირობით. ამიტომ მარტივია შედარებით ჩემთვის. ფიზიკა მიჩვენია, იმიტომ რომ მიადვილდება ფორმულების სწავლა და მე ამ ფორმულების გამოყენებით შემიძლია ამოცანა უფრო კარგად ამოხსნა. მათემატიკა, რადგან ჩემთვის უფრო საინტერესოა. მოგესალმებით წარმატებული უყურებლების მორიგიო ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება კონსტანტინე დავითაშვილი. იგი ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო 2023 წლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული რობოტიკის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში, როგორებიცაა First Global და RoboCup Georgia, რაც მოგებით დაასრულა. ასევე კონსტანტინე მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტოპ 10-ის წევრი იყო. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმებით კოსტა, მადლობა რომ დაგდოხდით ინტერვიუზე. გვინდა რამოდენიმე წუთით გაგახსენოთ სასკოლო პერიოდი და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. როგორც ზევით აღვნიშნეთ, თქვენ იყავით სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. გვაინტერესებთ რა მოგცეთ ასეთი мотиваცია და რატომ გადაწყვიტეთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება? პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც ახსენეთ, გასულ წელს ვიყავი თვითმმართველობის თავმჯდომარე და მოკლედ რომ ვისაუბროთ ჩემ მოტივებზე, ძირითადი მიზეზი რატომაც მოვისურვე რომ გამხდარიყავი თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო რომ მინდოდა რაღაც ცვლილებების გაკეთება და ისეთი განცდა მქონდა რომ ხშირად მოსწავლეების ხმა არ იყო ხოლმე გაგებული დირექციის მიერ. და გონი რაღაცები გამოვასწრებთ. მადლობა საინტერესო პასუხისთვის. ვიცით რომ სკოლის პერიოდში დიდი იყო თქვენი ინტერესი ტექნიკური ტიპის კონკურსებს და შეჯიბრების მიმართ. მრავალ მათგანშიც მიგიღიათ მონაწილეობა. როგორი გამოცდილება მოგცათ First Global-ში მონაწილეობამ და როგორია ემოციები და განცდები ასეთ კონკურსში მონაწილეობის დროს? კი ბატონო, First Global-ის საქართველოს გუნდის წევრი ვიყავი და ჩვენ წარმოვაჩინეთ საქართველოს
ასეთ გლობალური მასშტაბის შეჯიბრებასაც თითქმის დედამიწის ყველა სახელმწიფო იყო. პირველ რიგში ასეთ მასშტაბურ შეჯიბრში მონაწილეობა არასდროს არ მიმიღია. ვთვლი რომ ეს გამოცდება ცხოვრების განმავლობაში ძალიან დამეხმარება. ამ შეჯიბრში გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც კონტაქტი ახლაც კი მაქვს. და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, განსხვავება სხვა შეჯიბრებთან დაკავშირებით რაც იყო ის, რომ ასე ვთქვათ, ეს შეჯიბრი უფრო მეტად გუნდურობას უსმენს ხაზს. და ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარჩვევებსაც უნარჩვეს გამომუშავებაშიც დამეხმარა, მაგალითად კოლაბორაცია სხვა გუნდებთან ერთად, რადგან ეს იყო გუნდური შეჯიბრი. ჩვენ როგორც საქართველოს გუნდი, ასევე სხვა გუნდებთან ერთადაც ვასპარეზობთ, სხვა გუნდებიც გვეხმარებოდა, ისევე როგორც ჩვენც ვეხმარებოდით. და ეს იყო უნიკალური გამოცდილება და სხვა კიდევ ის თქმა შემიძლია. ძალიან საინტერესოა. მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება მიგიღიათ ამ კონკურსში. ვიცით რომ სკოლის პერიოდში მრავალ წარმატებას მიაღწიეთ. ისიც ვიცით რომ ეს წარმატებები თავისთავად არ მოდის და ბევრი შრომის შედეგია. თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის გარემოება. შეგიძლია გაგვიზიარო, როგორ დაგეხმაროთ ჩვენი სკოლა წარმატების მიღწევაში? პირველ რიგში მე ვეჭობ რომ ამ წარმატების მიღწევას შევძლებდით თუ არა ჩვენი სკოლის ტექნიკური სიძლიერის გარეშე. რა თქმა უნდა, ის მათემატიკა და ფიზიკა, რასაც მე ვსწავლობდი, თუ არ ვცდები, კი ბატონო, მე-11 კლასში ის ფიზიკა ძალიან დიდად დამეხმარეს ამ შეჯიბრში. ასევე სკოლის ლაბორატორიის წვდომა რო ქონდა მოსწავლეებს, მანაც ძალიან ხელი შეგვიწყო და ასევე დირექციის მხრიდან დახმარებაც ცხადი იყო და ნათელი. და ამ ყველაფერმა ჩვენ ხელი შეგვიწყო რომ ვიასპარეზა ამ შეჯიბრს. ხშირად მოსწავლეები ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია დროის რაციონალური და არსებული შესაძლებლობების გამოყენება. როგორ შეაფასებთ თქვენს გატარებულ წლებს ვეკუაში? თქვენი აზრის სრულფასოვნად გამოიყენეთ თუ არა ეს შესაძლებლობები, რაც სკოლამ მოგცათ? კი ბატონო, საინტერესო კითხვა. მე ვიტყოდი რომ სრულფასოვნად არ გამოიყენებია ეს ყველა შესაძლებლობა, რასაც სკოლა გვთავაზობს, უფრო ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ამის გაკეთება შემიძლია, უფრო მეტი საათი შემიძლია სკოლაში დარჩენა, რაღაც შემიძლია ჩემი თავის მომეკლო და უფრო მეტი გამეკეთებინა ამ სფეროებისთვის, მაგრამ რას ვიტყვით, რაც არის ეგ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მაგრამ ამ მოსწავლეებს мотивация სჭირდებათ უფრო მეტი და მეტი, თორე შესაძლებლობის მეტია. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო პასუხებისთვის და ვეკუატივის შემდეგ კვირას დაგიბრუნდებათ ახალი წარმატებული ვეკუელი. მოგესალმებით, თქვენ დღეს უყურებთ რუბრიკას ვეკუაში ჭუჭურტანაში. ჩვენ კი სტუმრად გვყავს ჩვენი სკოლის კლუბის იმპოსტერუმის ხელმძღვანელი ანა მაჭარაშვილი. გამარჯობა ანა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად, თავად? მე ძალიან კარგად. მოდი პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს ავუხსნათ თუ რა არის იმპოსტერუმის კლუბი და რა საქმიანობას ეწევა იგი. ჩვენი სკოლის კლუბი იმპოსტერუმი მოვალისთვის არის სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც ცდილობს რომ სკოლის მოსწავლეებში განავითაროს სოციალური პასუხისმგებლობა და სამოქალაქო ღირებულებები, რომელიც ჩვენ ქვეყანას მომავალში ძალიან გამოადგება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მაქსიმალურად ჩავერთოთ სხვადასხვა აქტივობებში, მათ ესე ვთქვათ, ზოგად განათლებაზე ვიზრუნოთ, რათა მათი მომავალი ცხოვრება ძალიან პროდუქტიული იყოს, არა მარტო თავიანთი თავისთვის, რადგან ამაზე ჩვენი სკოლა, რა თქმა უნდა, ძალიან სრუნავს მაღალი განათლების დონის გამო, მაგრამ ასევე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ძალიან გამოადგნენ ჩვენს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას. ძალიან კარგი. როგორც ცნობილია, ამ კლუბში 50-მდე მოსწავლე არის გაწევრიანებული მთელი სკოლის მასშტაბით. როგორ ახერხებთ ამ მოსწავლეების მოტივირებას და მათ ჩართულობის შენარჩუნებას? როგორც ახსენეთ, ჩვენი კლუბი ძალიან დიდია და სკოლაში ყველაზე დიდი კლუბია და ამის გამო
ну შეიძლება რაღაცა პრობლემები იყოს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ახალი ტიპის პროექტების განხორციელებით, რაც ყოველ ჯერზე სხვანაირია და საინტერესოა, უფრო საინტერესო გავხედოთ კლუბის წევრებისთვის და კლუბის გარეთ ბავშვებისთვის ეს პროცესი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველანაირად რაც შეიძლება ახალი რაღაცები მოვიფიქროთ და ახალი რაღაცები დავაკეთოთ, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონს და ამის გამო ყოველთვის ძალიან ჩართულები არიან, თუმცა თვითონაც ძალიან დიდი შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ძალიან მოსწონს ისედაც კლუბის აქტივობებში ჩართულობა და ძალიან კარგი ბავშვები არიან მოკლედ და მასწავლებლებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებით ძალიან გვეხმარებიან და მაგიტო მოდი ამ მოსწავლეებს მივცეთ რამოდენიმე რჩევა თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ უფრო ეფექტურად ჩაერთონ ამ ღონისძიებებში და კლუბის მიზნების მიღწევაში. სხვა შორის როდესაც ამდენი კლუბის წევრი ყავს, ყოველთვის იჩენს თავს სხვადასხვა უნარები, მაგალითად ზოგი შეუძლია პროგრამირება, ზოგი ძალიან კარგად საუბრობს უცხო ენებზე, ზოგი შეუძლია ძალიან კარგი ხატვა, ზოგს რაღაც დიზაინის აწყობა და აი ესეთი მრავალმხრივი უნარები ძალიან გვეხმარება და თითოეული კლუბის წევრი რაღაც თავის თავით ძალიან ბევრს მატებს ჩვენ კლუბს. მოგესალმებით, ეს არის გამოცანების რუბრიკა მე კი მისი წამყვანი საბა ვარ. ამ სეზონში უკვე დავსვით 3 გამოცანა, ყველაზე მაღალი ქულა იყო 2 და დღეს გამოგიცხადებთ ვინ აიღო ყველაზე მაღალი ქულები. ეს არის ალექსანდრე თედიაშვილი, მარიამ ალადაშვილი, მარიამ გენებაშვილი, მარიამ გორგოძე, მაშო ბროძელი და ნინი კვარაცხელია. ახალი გამოცანა კი შემდეგში მდგომარეობს. ქილა მაგიდაზე ისე იდგა, რომ მისი ერთი ნახევარი მაგიდაზე, ხოლო მეორე ჰაერში იყო. ის მაგიდიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვარდა. რა იყო ქილაში და რატომ ჩამოვარდა იგი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ? პასუხები გამოგვიგზავნეთ აღწერაში მოცემულ ლინკზე. მოგესალმებით. ეთერშია ვეკვატრის შემდეგი გადაცემა პროფესიების განხილვა და მე მისი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ბუღალტერი თინეთინ საბაძე. გამარჯობა თინეთინ. გამარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან გვაინტერესებს რამ დაგაინტერესეთ ამ პროფესიაში და პირველად მასში რამ მიგიზიდათ. გამარჯობათ კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. პროფესიაში დამაინტერესა ინფორმაციის, ბევრი ინფორმაციის მიღებამ და დამუშავებამ და ასევე არის ძალიან საინტერესო ის, რომ უნდა იყო მუდმივად მზადყოფნაში და სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს არაფერი. სიახლეებში, რამდენადაც ვიცი, კანონმდებლობისთვის ფეხის შეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. აუცილებელია. და სხვა რამეც გულისხმობა ამაში. კანონმდებლობის ეს არის უმნიშვნელოვანესი დეტალი, თუ რაიმე გამოგრჩება, ეს გამოიწვევს უკვე ფინანსურ ზარალს, როგორც კომპანიისთვის, ისევე შეიძლება იყოს პირადიც. და ასევე სხვა სიახლებიც არის, უამრავ სხვა ორგანიზაციაში წარმოადგენთ ჩვენ მონაცემებს და მონაცემების მიღება და დამუშავება ეს არის აუცილებელია ყველა ორგანიზაციაში, ყველა მომთხოვნ ორგანიზაციაში წარმოადგენთ ჩვენი ორგანიზაციის მონაცემების სწორედ. რამდენადაც ვიცი, თანდათან სწავლის პროცესი არის ყველაზე რთული და რამდენად დაეთანხმებოდით ამ მოსაზრებას? სწავლის პროცესი, როგორც ალბათ ყველა პროფესიაში აქაც რთულია. პირველი შეხედვით გეჩვენება ბუღალტერია ძალიან რუტინა, მხოლოდ საბუთების გატარება და არაფერი, მაგრამ შემდგომ, როდესაც იწყებ სწავლას და ვითარდები, ხვდები, რომ ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის გატარება, აქ არის უამრავი ამოცანები, გესმევა, რომელიც ამოხსნაც აუცილებელია. კი ბატონო, დიდი მადლობა. რას ურჩევდით მომავალ ბუღალტერებს? რადგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდა და არა მარტო ბუღალტერია, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა პროფესიებიც, რომელიც მეცავს მაგალითად აუდიტორებს, ბუღალტერებს და სხვა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიებს. ნამდვილად გეთანხმებით, მომავალ ბუღალტერებს ურჩევდი, რომ აუცილებლად არ გაჩერდნენ მხოლოდ ბუღალტერიის სწავლაზე, აუცილებლად გაეცნონ სხვა მონათესავე პროფესიებსაც, იგივე
ფინანსისტები, აუდიტორები აუცილებელია მათთან თანამშრომლობა და ვურჩევდი რომ პირველი შეხედვით არ გადაწყვეტონ უნდათ თუ არა ბუღალტერიაში აუცილებლად გაიცნონ, ჩაიხედონ სიღრმეებში და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტონ უნდათ თუ არა, თუ არ უნდათ ყოველდღიური რუტინა რაც არის ბუღალტერიის ცოტა რთული გასაცლები. თუმცა არის ძალიან საინტერესო შემდეგ სხვა დეტალები. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მომავალშიც კარიერულ წინსვლას გისურვებთ, ასევე წარმატებებს. ვეკვატრის მაყურებლებს შემდეგ პარისკამდე გემშვიდობებით. დროებით. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით მომავალ პარასკევს. ნახვამდის.